ქალი ნარკოტიკების მომხმარებლების პრობლემაზე ვმუშაობთ. შევისწავლეთ სერვის პროვაიდერების, ესე ვთქვათ, ისინი ვინ სერვისებს აწვდიან მათში რას ფიქრობენ, როგორ ესე ვთქვათ, როგორი განწყობით მუშაობენ ისინი ქალ მომხმარებლებთან. აი ეს 34 სერვის პროვაიდერის ჩაღრმებული ინტერვიუ გაკეთდა, იმიტომ რომ ეს არ იყო რაოდენობრივი კვლევა, ეს იყო თვისებრივი კვლევა. და ასევე 54 ნარკოტიკის მომხმარებელი ქალის ინდივიდუალური ინტერვიუირება მოხდა მთელი საქართველოს მასშტაბით. დასავლეთით, აღმოსავლეთით მოვიცავით და ამ ქალი მომხმარებლების მასალის ანალიზი ამ წუთისთვის მიმდინარეობს. სერვის პროვაიდერები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან, ისინიც მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, უფრო სხვა ტიპის მიდგომას მოელი სერვის პროვაიდერისგან ისიც განსჯის ქალ მომხმარებელს, ისიც თვლის, რომ ქალი მომხმარებელი არ არის კარგი დედა, ქალი მომხმარებელი არ არის კარგი ცოლი, არ არის კარგი შვილი და შესაბამისად განსჯის და ესე ვთქვათ, დასჯის იმ ესე ვთქვათ, მიმდინარეობას მიყვება, რასაც ჩვენი საზოგადოება, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში მიღებულია, რომ ქალი მომხმარებელი, კაცი მომხმარებელი უფრო მისაღები გამოდგა, ვიდრე ქალი მომხმარებელი. ამიტომ ეს ქალი მომხმარებლები რაღაც ორმაგად სტიგმატიზირებულები არიან, როგორც ვთქვათ, იგივე სერვის პროვაიდერების მხრიდან, იგივე მამაკაცი მომხმარებლების მხრიდანაც სხვათა შორის და თავიანთ თავში ძალიან დაბალი თვითშეფასება აქვთ და ამდენად თვითონ ფიქრობენ, რომ აი ჯობია მათი პრობლემა არ გავიდეს ვიღაცასთან, არ იქნას ეს განსახილველი. ამიტომაც არ ეძებენ არანაირ დახმარებას, ეს იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თუ სხვა საკითხებთან, იმიტომ რომ სულ იმის შიში თან სდევს, რომ კონფიდენციალობა და ანონიმურობა დაირღვევა. რაც ასევე სერვის პროვაიდერებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ ამის ძალიან დიდი ალბათობაა დღესდღეობით, ანუ კონფიდენციალობა და ანონიმურობა სრულად ვერ ნარჩუნდება. იმიტომ რომ ჩვენ სერვის პროვაიდერები, ვინც გამოვკითხეთ, ესენი არ იყვნენ მხოლოდ ნარკოლოგიის დარგში მომუშავე სპეციალისტები, ესენი იყვნენ ზიანის შემცირებაში მომუშავე, იყვნენ ჩვეულებრივი, ვთქვათ, იგივე გინეკოლოგიაში, რეანიმატოლოგიაში, ისინი ვისაც ყოლიათ ქალი მომხმარებლები თავიანთ პრაქტიკაში ბოლო, ვთქვათ, 3 თვიდან ერთხელ მაინც. აი ესეთი კრიტერიუმით შეირჩა ეს ხალხი და აი ასე შეირჩა ეს 34 სერვის პროვაიდერი. აღმოჩნდა ისიც, რომ სერვის პროვაიდერები ერთმანეთში არ ეძებენ ერთმანეთს, ანუ ის რომ მე ვთქვათ, შეიძლება მყავდეს ბენეფიციარი, რომელსაც რაღაცა პრობლემები აქვს, ვთქვათ, თუნდაც ინფექციონისტის კონსულტაცია კარგი იქნებოდა, ხო? არ ეძებს ეს ორგანიზაცია ისეთ სხვა ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია ეს უფასოდ მიაწოდოს. არ არის მათ შორის კონტაქტები, ყველა თავისთვის აკეთებს ამ რაღაცა სერვისებს და არანაირი კონტაქტი არ არის, შესაბამისად რეფერირების ძალიან დაბალი დონეა. არის დეფიციტი ცოდნის თუ როგორ უნდა იურთიერთოს მომხმარებელთან. აი როცა ვთქვათ გინეკოლოგია, როგორ უნდა ამოიცნოს ის, რომ ვთქვათ მომხმარებელია, როგორ განაწყოს მან იმისკენ, რომ ჩვეულებრივად გაიხსნას პაციენტი და ასე შემდეგ. აი რაღაცა ერთგვარი შიშიც კი არის, რომ აი მე ისე შემეშინდა და ერთ სული მქონდა, ოღონ წასულიყო. ანუ რა თქმა უნდა, ზედმეტი თავის ტკივილი არავის არ უნდა და ზუსტად ეს გამოჩნდა აქ და ამას ყველა გრძნობს, რომ შენ მისთვის, ესე ვთქვათ, ზედმეტი ტვირთი ხარ და რომ გინდა დროზე მოიშორო და რომ რაღაცა შიში გაქვს, რა თქმა უნდა, უნდობლობის ძალიან დიდი ბზარია აქ და არც პაციენტი არ გაიხსნება და არასოდეს არ ეტყვის, რომ ის მომხმარებელია. დღესდღეობით ჩვენი სამედიცინო საზოგადოება არ არის მზად მიიღოს ახალშობილი, რომელიც გააჩინა მომხმარებელმა დედამ. ან დედა, რომელიც იმყოფება ჩანაცვლებით თერაპიაზე, ორსული, რომელიც მერე ბოლოში, ვთქვათ, გააჩენს შვილს. ამას ქვია აბსტინენციური სინდრომის მართვა, რომლის არც პროტოკოლი არსებობს ჩვენ ქვეყანაში, არც გაიდლაინი და არათუ ეს თვითონ ჩანაცვლებითი თერაპიის პროტოკოლებიც კი არ არის, მე ვგულისხმობ სამედიცინო პროტოკოლებს, ვინაიდან არ არის პროტოკოლი, მისი დიაგნოსტირება არ ხდება და შესაბამისად ყავს შვილები, რომლებიც არიან არადიაგნოსტირებული აბსტინენციური სინდრომით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ცუდია, რომ შვილის ესეთი პირველი დღეები იწყება დაუდგენელი იმით და მისი მკურნალობა შესაბამისი უნდა იყოს და არ უტარდება ელემენტარულად მკურნალობა და ის წვალობს და ზოგი გამოდის მერე მდგომარეობიდან თავისით.
ძალიან ბევრი ნაწვალევი დღეების შემდეგ და თან ეს იმდენად მძიმეა ახალშობილისთვის ასატანად, რომ არ არის გამორიცხული, რომ თუ არ ჩაერია სამედიცინო ხელი, არ ჩარევა არ მოხდა, ძალიან ცუდი შედეგითაც დასრულდეს.